მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას თქვენი პარლამენტი, ტელეკომპანია გურიის ეთერში. სტუდიაში მუშაობს ანა კანაპლევა. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილება. რა თანხები არის გამოყოფილი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე? ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან. ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნაციონალური მოძრაობიდან ბატონ კორნელი კუკულავასთან. მოგესალმებით, ბატონო კორნელი. მოგესალმებით. და ქართული დასის ლიდერთან, ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვის წევრთან, ბატონ ჯონდი ბაღათურიასთან. მოგესალმებით, ბატონ ჯონდი. მოგესალმებით, ანა, მივესალმებით ტელემაყურებელს. შეგახსენებთ, რომ ჩვენ სტუმრებს დავუსვავ კითხვებს, რომლებიც დეპუტატებმა თავად შეადგინეს ერთმანეთისთვის. ბატონო ჯონდი, ბატონო კორნელი, ყოველი პასუხისთვის თქვენ გექნებათ მხოლოდ 25 წამი. ასევე 25 წამი გექნებათ იმისთვის, რომ თქვენი პოზიციები გამოხატოთ ამ თემასთან დაკავშირებით. ბატონო კორნელი, გისმენთ? საქართველოს მთავრობის 2012 წლის განვითარების გეგმაში სოფლის მეურნეობაზე დაფინანსება გაზრდილია 30 მილიონით და ის 100 მილიონს აჭარბებს, რაც პირდაპირ იქნება მიმართული როგორც ახალი ტექნიკის შესყიდვაზე, ასევე მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით, მელიორაციისა და ყველა სხვა სფეროს დაფინანსებაზე, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ადამიანთა დასაქმებას და მათ სოციალურ პირობებს. დიდი მადლობა, ბატონ ჯონდი, თქვენი პოზიცია. ქვეყანაში ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება ოფიციალური მონაცემებით არის შემცირებული 72%-ით და ამ ქართული ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ადგილი დაიკავა უცხოეთიდან იმპორტირებულმა გენმოდიფიცირებულმა უხარისხო პროდუქციამ, რაც აისახა ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამიტომ ქართული დასი პრინციპულად მოითხოვს დაფინანსდეს სოფლის მეურნეობის განვითარება და შეშერდეს ის აშფანდურის ხარჯები, რითაც ერთობა პრეზიდენტი და მთავრობა. დიდი მადლობა, ბატონ ჯონდი. ახლა გადავიდეთ კითხვებზე. ბატონ კორნელი, თქვენი ოპონენტის პირველი კითხვა. რატომ არ არის 2012 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარება? სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურა თავისთავად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით, რომელსაც სოფლის მეურნეობის რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს და თავისთავად ცხადია, ეს ხელს უწყობს სოფლის ინფრასტრუქტურულ განვითარებას. დიდი მადლობა, ბატონ ჯონდი. სოფლის მეურნეობის დარგის პრიორიტეტული განვითარება უწყობს თუ არა ხელს ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდას და შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას? ძალიან აბსტრაქტული შეკითხვაა, მინდა თქვა ჩემი კოლეგის, მინდა თქვა, რომ ქართული დასის მოთხოვნა იყო და რჩება, რომ 150 მილიონი გამოიყოს სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, გლეხების მომარაგებაზე, საწვავით, სათესლე-მასალით, სასუქით და ასე შემდეგ, რაც ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის განვითარებას, თუმცა ხელისუფლებამ მხოლოდ 9 მილიონი დაამატა წინა წელს და წელს კიდე ხარჯები შემცირებული არის. ეს იმიტომ, რომ ვიმეორე პრეზიდენტთა მთავრობა დაკავებული არის ბიუჯეტის ხარჯზე გართობით. დიდი მადლობა. ბატონ კორნელი, მორიგი კითხვა, რატომ არ არის ბიუჯეტში გათვალისწინებული გლეხების ხელშეწყობა, კერძოდ სასუქით და საწვავით მომარაგება? საბაზრო ეკონომიკის პირობებში თავისთავად ცხადია, ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ იქნება ეს მიმართულება, თუმცა არის მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები, რომლებიც ამ კუთხით უკვე მთელი რიგი მაგალითები გვაქვს, რომ მუშაობენ და ეხმარებიან ფერმერებს. ბატონ ჯონდი, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები უწყობს თუ არა ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას? ინფრასტრუქტურული და დონორული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების ძალიან დიდი ნაწილი, ფინანსების ნაწილი სამწუხაროდ სწორედ ხელისუფლების, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეჭამეს და ეს ნათლად ჩანს იმაზე, რომ ქართულ დახლებს უკვე აღარ არის ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ამიტომ მე გირჩევდით თქვენ, ჩემო კოლეგავ და ყველა თქვენს ასე იგი უმრავლესობის წევრებს, ჯობია თქვენ ესე იგი შევცვალოთ ბიუჯეტი და დავაფინანსოთ სოფლის მეურნეობის განვითარება. ბატონ კორნელი, თქვენი ოპონენტის მორიგი კითხვა, რატომ არ არის უზრუნველყოფილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიმღებ ჩამბარებელი პუნქტების ხელშეწყობა, რაც ჩაის, ციტრუსის და სხვა ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციას შეუწყობდა ხელს? ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ყურძნის ჩაბარება ორგანიზებულია მთლიანად, ციტრუსთან დაკავშირებით იგივე სიტუაცია და შექმნილია შტაბები, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელმძღვანელობს, ჩაისთან დაკავშირებით უშუალოდ გადამამუშავებლები ღებულობენ და ორგანიზებულია ეს საკითხი, როგორც მიღებაზე, გადამუშავებაზე, ასევე მის რეალიზაციასთან დაკავშირებით. ბატონ ჯონდი, თქვენი ოპონენტის ბოლო კითხვა ასეთია. სერვის ცენტრები, ფერმერთა სახლები, უახლოესი ტექნოლოგიების დანერგვა არის თუ არა მოსავლიანობის და მთლიანი წარმოების ზრდისა და ბაზრებთან ურთიერთობის გაუმჯობესების წინაპირობა?
ისევ შეკითხვაში აისახება ეს ღრუბლებში ფრენა, სად არის ეს სერვის ცენტრები? ჩვენ ვამბობთ, რომ სწორედ ეს 150 მილიონი ქართული დაცვის პროექტი უნდა მოხმარდეს სწორედ აგროსამრეწველო, აგროსაინჟინრო სერვის ცენტრების მოწყობას, ტრაქტორების, აგრეგატების, სოფლის მეურნეობის ტექნიკის შემოტანას და ინფრასტრუქტურის განვითარებას, გლეხების მომარაგებას, სასუქით, სათესლე მასალით, საწვავით, რომელიც ძალიან ძვირია და ისევ თქვენი გაძვირებულია შემოკარგო. და ნაცვლად ამისა თქვენ მე უკვე ვთქვი რითაც ახარ დაკავებული. დიდი მადლობა და ბოლოს თქვენ გექნებათ კიდევ 25 წამი იმისთვის რომ თქვენი პოზიციები გამოხატოთ ამ თემასთან დაკავშირებით. ბატონო კორნელი, გისმენთ? საქართველოს ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულ მიმართულებად განვითარებას, მის დახმარებას, დაფინანსებას და ისე როგორც მე მინდა დავარწმუნო გურიის მოსახლეობა, რომ ის სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც ჩვენ თქვენი შენიშვნების საფუძველზე შევადგინეთ, სწორედ თქვენს დასაქმებას, თქვენს შემოსავლებისა და თქვენს კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. დიდი მადლობა ბატონ ჯონდი, თქვენი შეჯამება. საბოლოო ჯამში ჩანს, რომ ხელისუფლებამ დაკარგა უკვე პოტენციალი, დაკარგა რესურსი, რაიმეს შეცვლის, იმდენად შეეჩვია ხალხის და ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრებას პრეზიდენტთა მთავრობა და ასე იგი გრანდიოზული კოშკების და ასე იგი ველოსიპედების და კვერცხების და შლოპანცების მშენებლობას, როგორც ჩანს, ხელისუფლება ვერ იღებს გადაწყვეტილებას, რომ დააფინანსოს რეალური მიმართულებები, ეკონომიკის და დასაქმების პროექტების განვითარების, ამიტომ გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილებაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენ სტუმრებს. ასეთი იყო თქვენი პარლამენტი დღეს. მე ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.